გუნდის შეფასებით ამ გზით ცდილობენ საკუთარი გავლენის ქვეშ მყოფი ოპოზიციური პარტიების დახმარებას და ერთობლივი დესტრუქციული მიზნის მიღწევას. დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მკაფიოდ განიმარტა, რომ ვერავინ შეძლებს ქართველი ხალხის დაშანტაჟებას, იმიტომ რომ მათთვის სწორედ სუვერენიტეტია ის მთავარი მონაპოვარი და ღირებულება, რომელიც არაფერზე იცვლება. ქვეყნის სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობა ვერ გახდება პოლიტიკური ვაჭრობის საგანი. ასეთია ოფიციალური თბილისის პასუხი ევროსტრუქტურებიდან შანტაჟის ახალ სერიაზე. ვიზა ლიბერალიზაციის საკითხით საქართველოს მოსახლეობას პირველად არ ემუქრებიან, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად მათთვის სამართლებრივი საფუძველი ისევ არ იძებნება. ჩვენმა ძვირფასმა ოპოზიციამ ჩათვალა, რადგანაც რომ ამ თემაზე დადო სონი თავიანთ მხოლოდ პარლამენტთან ერთად, ვინაიდან როგორც ჩანს სხვა ხალხი რასაც შეიძლება რომ მოეკიდონ აღარ არის. თუმცა აქაც მინდა გაუწროოთ იმედები, ვინაიდან სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი არ იცვლება არაფერზე. გაანებონ ქართული სახელმწიფოს და ქართული ხალხის მონაპოვარი სუვიზო მიმოსვლის როგორც ინსტრუმენტად ხელისუფლების დაახლა კიდევ ერთხელ ქართული ხალხის დასჯის ინსტრუმენტად გამოყენებისთვის. მათი ანგარიშები მოწმობს, რომ ამ დენელების მიხედვით საქართველოში საკმაოდ კარგი ვითარება წინსწრეს არა მარტო წევრობის კანდიდატი ყველა ქვეყანას, არამედ ევროკავშირის ბევრ ქვეყანასაც კი. საქართველოს რჩება იმ საერთაშორისო პარტნიორების მეგობრად, რომელთა ელჩებით ქვეყანაში საკუთარ მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებენ. ქართულმა მხარემ დიპლომატიური ჩარჩოდან გასულ დიპლომატებს დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ შეწყვიტონ ქართველი ხალხის ინტერესების დაზიანება. თქვენი არც შესაძლებელი, შესაკერი და გადასარჩენი საქართველოს არაფერი არ ჭირს. ერთადერთი რითი თქვენ შეგიძლიათ საუკეთესო სამსახური გაუწიოთ საქართველოს, თუ ამის ინტერესი გაქვთ, ეს არის რომ აცადოთ ამ ქვეყანას მშვიდობიანი, ნორმალური, სტაბილური განვითარება. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთა ვიზიტის შემდეგ ცხადი გახდა, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები გადაკვირთვის ეტაპზეა. ქართული ოცნების შეფასებით ამ ფაქტით ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანიამ ორი ჯერზეც ჩავარდა. ამ ფონზე მმართველ გუნდს ოპონენტებთან კონკრეტული კითხვა აქვს. დამჩათვრა მცირედი პასუხისმგებლობის განცდა მაინც იმ პროგნოზებზე, რომლითაც საზოგადოებას ქვეყნის იზოლაციასა და ეკონომიკურ კოლაპსს უწინასწარმეტყველებდნენ. კითხვაზე პასუხის გაცემა ოპოზიციამ ვერ შეძლო. ქართული ოცნების შეფასებით მათგან დემაგოგიური განცხადებები მოვისმინეთ. ეგრეთ წოდებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღება არასოდეს ემსახურებოდა გამჭვირვალობას. გაამკაცრეთ მშვიდობიანი პროტესტი და სასჯელის საფუძვლად აქცია. გახარიელები საუბრობდნენ პირდაპირ და იმეორებდნენ ზუსტად იმას, რასაც ამბობს მაგალითად გარედან დაფინანსებული და მართული საია. თქვენ პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური აუტანლობა გაქვთ ნებისმიერი დაბიჯის, მათ შორის ნებისმიერი კანონმდებლობის მიმართ, რომელიც ამ ქვეყანაში სიმშვიდეს ემსახურება და უზრუნველყოფს, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოსშივე მიიღებოდეს. ამიტომაც დარჩებით საზოგადოების თვალში პოლიტიკურ სწავლებას. პოლიტიკური განცხადებების ფორმატში მმართველმა გუნდმა ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოში განსახილველ რეზოლუციებზეც ილაპარაკა. მათი შეფასებით რეზოლუციებს პოლიტიკური სარჩული აქვს და რეალობა საცდენილია. თხოვენ რას? გამჭვირვალობის კანონის გაუქმებას, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონმდებლობის უკან წარებას, სააკაშვილის გამოშვებას, გამოთქვით მზაობა გავაგრძელოთ საქმიანობა, თუ კი ეს არასამართლიანი დამოკიდებულება შეიცვლება. საქართველოს სრულად ასრულებს საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკის ვალდებულებებს, რასაც წამყვანი მსოფლიო ორგანიზაციების მიერ მომზადებული კვლევებიც ადასტურებს, რომლის მიხედვითაც ქვეყანა ყველა მიმართულებით მოწინავე პოზიციებზეა. კონკრეტულ მტკიცებულებებს ქართული მხარე 11 ივნისს ბრიუსელში წარადგენს. საკითხთან დაკავშირებით მოვისმინეთ მთავრობის მეთაურის პოზიციაც. ირაკლი ყობახიძისთვის შანტაჟის მორიგი მცდელობით დასტურდება, თუ რა მდგომარეობა ახლა ევროპელ ბიუროკრატიაში და ადგილობრივ აგენტურაში. პრემიერ-მინისტრის შეფასებით ქართველი ხალხი მიმდინარე პროცესებს სწორად აფასებს და საპასუხოდ მათ საკუთარი არჩევანი უკვე არაერთხელ გააკეთეს. ეს არის შანტაჟის მცდელობა, თუმცა იმდენად გაუფასურდა ყველა ეს ცდელობა მთლიანი წლების განმავლობაში, იმდენად დაკარგა ფასი ასეთ მოქმედებებმა, რომ ხედავთ ხალხი საერთოდ აღარ რეაგირებს ამ ყველაფერს. როდესაც საქართველოს ხალხს ემუქრებიან ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებით, ირიბად ადგილობრივი აგენტურის მეშვეობით, ეს მეტყველებს იმ ძიმე მდგომარეობას, რაც არის მთლიანობაში შექმნილი
ერთი მხრივ ევროპულ ბიუროკრატიაში და მეორე მხრივ ადგილობრივ აგენტურაში. მძიმე ვითარება ისინი, რა თქმა უნდა, ხალხს ეწეწოლით, ვერავითარ დამუქარით, ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ, იმიტომ რომ ქართული საზოგადოება საკმარისად გათვითცნობიერდა იმ პროცესებში, რაც დღეს წარმოებს ჩვენს გარშემო. ტექნიკური შეხვედრა ბრიუსელში 11 ივნისს არის ჩანიშნული. ქართული მხარე წარადგენს ყველა მტკიცებულებას, რომელთაც დასტურდება, რომ ქვეყანა ნაკის ვალდებულებებს ასრულებს და დარღვევები არ ფიქსირდება. მადლობა მარიამ ბუგაძეს. როგორც ძალადობოდა პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩარჯვების მცდელობა, დანაშაული იგივე ერთ ბრალდებულმა აღიარა, შვიდმა ბრალდებულმა კი საპარლამენტო დატოვა. დანაშაული ამ დრომდე 22 აქვს დადასტურებული. პროკურატურა აღიარების შემთხვევაში საპროცესო შეთანხმებისთვის მზად არის. მაგმა აღიარებია. 7 ბრალდებული დღეს სასამართლო დარბაზიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 7-ვე მათგანმა აღიარა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობა. მათ მტკიცებულებებიც უდავოდ ცნეს. მერვე ბრალდებული დღეს სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა. ის გირაოს საფუძველზე უკვე გათავისუფლებული იყო, თუმცა ევა შაშიაშვილმაც აღიარა წარდგენილი ბრალდება. ბრალდებულებმა მოსამართლეს დაუდასტურეს, რომ საკუთარი სურვილით მოითხოვეს საპროცესო შეთანხმება და 9 თვიანი უარყოფის შემდეგ დანაშაულიც აღიარეს. დამოუკიდებლად ვიგებ. შვიდობა და თავისუფლება ყველა პარტიამ. პროკურატურას